ხომ მსოფლიო ეხან სებასტიან ბახის 330 წლის იუბილეს აქცია კონცერტით აღნიშნავს. ბახი მეტროში ასე ერქმება აქციას, რომელსაც საკუთარი ისტორია აქვს. 2010 წელს ამერიკელმა ვიოლინჩელისტმა ნიუ-იორკის ერთ-ერთი მეტროსადგური და მთელ მსოფლიოს მოუწოდა, რომ ამ დღეს ბახის ნაწარმოებები დაეკრათ. აქცია კონცერტს, რომელიც 29 ქვეყანაში გაიმართება წელს პირველად საქართველოს შეუერთდება. ნიჭერთა ათწლედის მოსწავლეები ბახის ნაწარმოებებს ვაკის მედიათეკაში შეასრულებენ. მუსიკალური აქცია ნიუ-იორკის მეტროს ერთ სადგურში 2010 წელს ამერიკელმა ვიოლინჩელისტმა დაიწყო. დეილ ჰენდერსონი მეტროში ჩავიდა და მგზავრებისათვის რამდენიმე საათის მანძილზე იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოებებს უკრავდა. კონცერტი აქცია კომპოზიტორის დაბადების დღეს დაამთხვია. საერთაშორისო მოძრაობას, რომელსაც ერთი საერთო იდეა ბახის შემოქმედების განსაკუთრებული სიყვარული აერთიანებს, წელს საქართველოც უერთდება. ახალგაზრდა მევიოლინე ირინე როსტომაშვილი სამუსიკო სკოლის ნიჭერთა 10 წლედის ერთ-ერთი მოსწავლეა, რომელიც ბახის დაბადებიდან 330 წლის იუბილეზე ვაკის მედიათეკაში დაუკრავს. ეს არ იქნება როგორც საკონცერტო დარბაზში უბრალოდ რიგითად ჩატარებული კონცერტი, რომელსაც ყოველთვის ეყოლება ერთი და იგივე მსმენელი. და ჩვენ გვსურდა, რომ ეს ამ ღონისძიებაში თვითონ საზოგადოებაც ყოფილიყო ჩართული და საზოგადოებას გაეცნო ბახი. 39 ქვეყნის 129 ქალაქში ბახის ნაწარმოებებს ერთდროულად ღია ცის ქვეშ არააკადემიურ საკონცერტო სივრცეებში ხვალში ასრულებენ. მუსიკალური აქცია ბახი მეტროში წელს პირველად საერთაშორისო პროექტი ხდება. სამუსიკო სკოლის ნიჭიერთა 10 წლედის მოსწავლეების კამერული ორკესტრი, გუნდი და სოლო ინსტრუმენტალისტები ბახის ნაწარმოებებს დაუკრავენ. ორგანიზატორები კონცერტზე შემთხვევით მსმენელსაც ელიან. საქართველოს მეტროები და ამერიკის მეტროების შორის არის განსხვავება, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ უფრო ლამაზი იქნებოდა რომელიმე პარკში და საერთოდ წელს უმრავლესობა ატარებს პარკებსა და უფრო ქუჩაში. ეს არის კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და განსაკუთრებით კარგია, როცა ამას აკეთებენ ბავშვები, მოსწავლეები. ჩვენც ეხმაურებით ამ ამბავს და საერთოდ მსოფლიო დონის ის ხდება აქცია ხდება, მუსიკალური აქცია. რატო არა? ეს კარგიც არის. ჯერ ერთი აი ყველა 129 ამ ქვეყნებიდან უკვე ყველა მიცის, რომ საქართველოს მიიღებს მონაწილეობას. ყველა დროის ერთ-ერთი დიდი კომპოზიტორის იოჰან სებასტიან ბახის დაბადებიდან 330 წლის იუბილეს მთელი მსოფლიო ერთდროულად ხვალდილიდან აღნიშნავს. მონო აქციას, რომელიც წლების წინ ბახის ერთმა თაყვანისმცემელმა დაიწყო, ხვალ კლასიკური მუსიკის მოყვარულებს მთელს მსოფლიოში კიდევ ერთხელ გააერთიანებს.